სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ატონო ჩემი შავი ხუდი სად არის? რა ვიცი, მგონი გავრეცხე. ერთხელ მეცვა. რა ვიცი, შვილო, ძირს ეგდო და ვიფიქრე გასარეცხიათ. ძირს არ ეგდო, სკამზე იყო მიფენილი. კაი, ნიკა, ჩაიცვი რა სხვა რამე. გადიხარ უკვე? კი, რა არის? და გეხოცები არ გამიბრაზდე. ჩამომიხსენი რა ფარდები, დავიღალე ამ სიმაღლეზეც რომ მიალით. რა გინდა ეკიდოს შვენიერია? რა არის, შვილო, მშვენიერი? ისეთ ჭუჭყიანია მცხენია უკვე. აი, დედა, შავია, მაინც არაფერი ეტყობა. ნიკა, 2 წუთის საქმეა, კიბე შემოვიტან. რა კიბე, დედა, 10-ზე პაციენტი ყავს ჩაწერილი. ნიკა, ადრია ჯერ დაგელოდება. 11 ნახევრზე მეორე პაციენტი ყავს. ფარდების გამო ხო რა ვადინებ? საღამომდე ესე ვიყო. აი, რა უჭირს? ეს სუფთა მამამისია. ხრაშობა ეს გენეტიკა. ო, როგორც იმას შენც ვერაფერში ვერ გამოგიყენე. სად არის მამა? სად არის, არის, სად არის? მაგას მეორე ოჯახი ყავს. რაჭაში მიდივარ, სკები უნდა შევფუთო ესე მითხრა. მოკლედ რა, ფუტკრების მოთხოვნები აღარ დასრულდა. ზამთარში სითბო, ზაფხულში სიგრილე. ეგრეა დედა, რამეს რომ მოიშინაურებ, მე უნდა მოუვარო. ხო. ამ სახლში მარტო მე ვარ გარეული. აი, წავედი და საღამოს მოვალ ჩამოვხსნ. დედა, აბანახო. რა ლამაზი ხარ დე? ძალიან. ძალიან გადაპრანჭული ხო არ ვარ? აუ არა დე, ძალიან ლამაზი ხარ. მაგიას არ გაგიფუჭებ, მოიცადე. რას გამიფუჭებ, რომ მარტო პუდრი მისვია და ცოტა პომადა. რა გენაღულება, ესე იგი მარტო პუდრს წაისვამ და გადატკეცილი სახე გქმა კიდე. მამა ჩემს დავიმსგავსე, მთელი სტრესი სახეზე მაქვს. გამეთყობა ეხლა მე რომ ესთეტიკის ცენტრში მუშაობ. რა ჩურჩუტი ხარ, შენ ყველაფერი ლამაზი გაქვს. რა ამბავია ეს, ყველაფერი ჩვენ უნდა ვჭამოთ? ხო იცი ის გიждდება გზაში ჭამბაზე და რაღაც სენდვიჩები არის და წვენი მარტო. სად არის ქალბატონი ნათლია? მე სარკესთან მე-5-ად გამოიცვალა უკვე. კაი, გამოიცვალ, უხარია ხო ხედავ. არა ხო ხმა არ ვიღებ, ისეთი ბედნიერია მართლა მოდის. ჩემზე ლაპარაკო? ხო. ბებო დამენახე. ლამაზი ვარ? ძალიან ბებო რა ლამაზი ხარ, დავმუნჯდი. შენც ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა. მე რა ვქნა ეხა ეს ლამაზი გოგოები რომ უნდა გაუშვა მარტო. მე შენ არის ნერვიულო ჩვენ მივხედავთ ერთმანეთს არა ბებო? ვითომ მოიწყენე ხო? ძალიან მომენატრები და მართლა. ეს ერთი წუთი. მან ჩამოვდო. ხო ბე, საღამოს? მოდი აქ კაფეს. არ ვიცი და მამიკომ თქვა ფოთში რომ მორჩები საქმეს გაუვლითო და დრო არ უთქვამს. მამიკომ? გუშინ ხო გითხარი? არა, შენ თქვი რომ მამიკო ვერ წამოგიყვანთო. ფოთში აქვს საქმეა. და მე რა შტერი ვარ, დამავიწყდა. კაი, არა უშავ, სიურპრიზი გამოვიდა. ხო კაია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, ეს თენგიზია ალბათ. მიდი ჩაიცვი ზემოდან. ხო თენგიზ? აი მოდი ჩავა. კი, ჩამოვდივართ უკვე. კარგი.
მიშველი. არ მესმის. კვდები. ნუნუ არ მესმის, ხმამაღლა ილაპარაკე. ბიჭო, არ შემიძლია კვდები, მეთქი ვერ გაიგე. რა მოგივიდა? ძირს გდივარ. კიბიდან ჩამოვარდი. სადარბაზოში ხარ? ამასთან ამ რამის გააკეფინებ. არა ბიჭო, სახლში ვარ. სახლში კიბეზე რა გინდოდა? ჯანდაბა ხო გთხოვეთ, ფარდები ჩამომიხსენით მეთქი. რა დაარტყი? არ ვიცი, მგონი წელი და ფეხები ვერ გრძნობ. კარგი, ნუ გეშინია, არაფერი არ იქნება. ალბათ შეშინებული ხარ ახლა. კვდები მალხას. არ მინდა სიკვდილი გეყოწები მიშველი. კარგი რა, ნუნუ, რა სიკვდილი რა. ეგრე რამდენჯერ წაგწელვარ, დაგავიწყდა? მეშინია. ნუ გეშინია, ჩემ ნუნუს რამე შეაშინებს, კაცო. კარგი, ნუნუ, კარგი, ნუტირი. ნუტირი თორე იცოდე გული გამისხდება. აი მე დედიკო. ხო, წამოვალ მე ახლა და 60 საათში მანდვიქნები. გეხოწები ნელაიარე. აი მე მიშველად. ხო, ნელა ვივლი და ნიკასაც დაურეკავ. არ გინდა მე თვითონ დაურეკავ. კარგი. ხო, თქვენი. აი მე დედა. ნიკა. Mobiluri telefoni გამორთული ან გასულია მოსახურების ზონიდან. The mobile phone you have called is either turned აი მე. ნიკა. აი მე დედა. ნუ აი ჩემს გულში ზიხარ რა. ეხლა ვფიქრობდი ვაიბერით დაურეკავ და დავენახები თქო. ისეთი გაბრანჭული ვარ. მოკვდები სიცილით. ეთო. ახმა გაგხომ შვიდობა. აი მე ეთო მე მგონი ვკვდები. რა დაგემართა, სად ხარ? სახლში იატაკზე ვგდივარ. კიბიდან ჩამოვარდი ეთო. ჩემი სიკვდილი, რანაირად მოახერხე, რა დაარტყი? არ ვიცი. წელს და პეყებს ვერ ვგრძნობ. ნიკა მანდარი? არა ნიკაც არ არის, მარტო ვარ. მალხაზიც რაჭაშია. აი მე მიშველად. აიქნებ მოხვიდე რა. ნუ მოგიკვდი, მე შენ ზესტაფონში ვარ. ზესტაფონში ხარ? აი მე რა ვქნა მიშველად. აი ნუ ნერვიულობ, ეხლა დამშვიდი, ეხლა რაღაცას მოვიფიქრებ, დაწყნარდი. კარგი ეთო. აი მე ღმერთო რა ცუდად. აი მე ღმერთო მიშველად. აი მე დედა არ მინდა სიკვდილი. აი მე დედა. აი მე დედიკო. შეიძლება? გამარჯობათ, მოგზანდით. გამარჯობა. გამარჯობათ, გადასარევად გამოიყურებ. ცოტა გავსუქდი. ცოტა არა უშავს. მე-9-ვია, ხო? კი. კარგით. წინა პაციენტს დასკვნა დარჩა, გაუტან და ეხლავე შემოვა. თქვენ მანამდე დაწეკით, ეხლა შემოვა. მოიცადე, მოგეხმარები, მოიცი. მომიცი. ოკეი. ხო, ნერვი. სარკე შეიხედე? რა, ძალიან აბურძმული, მა? არა. უბრალოდ ლურჯი ხარ. ო, რავი, არა, არ მერვიულობ. უბრალოდ არა მერვიულობ. შეგიძლია გაყვიდე. არა, რასაუბრ ვიქნები, კაცო. ხმას არ მოვიდა. თუ მინდა არც ვისუნთქებს არის. მე არ მithქვას რომ ხელს მიშლით გო. უბრალოდ გითხარი თუ ნერვიულობ გადადგა. არა, ვიქნები. კარგი. მარტო ნერვიულობს? აუ, ცოტა საჭიროა კიდეც, არა. აბა, ვნახოთ. რა ხდება? აბა, ამიცი ემოცელი? კარგად? რა მოძრავია, ძალიან გაწვალებს? ცოტა კი. ჩას.
კი ბატონო. აი, ეს არის თქვენი სქესი. თუ ისევ სიურპრიზი გქონდათ. ეს ის არის, ხო? გამომაზია. კი, მაგრამ ეს ფეხია. ეხლა მოვისმინოთ გულისცემა. გულისცემა. მამა პირველად არის, ხო? დიახ. აუ შეიძლება ცოტა ხანი კიდე რო იყოს. სასიამოვნო ხმებია? ძალიან. ცხოვრებაში პირველად მისმის ასეთი სასიამოვნო ხმები. გასაგებია. ერთი წუთით ეს თქვენ დაიწმინდეთ. მადლობა. ნაყოფის მდებარეობა, მდგომარეობა და სითხის რაოდენობა სრულიად შეესაბამება 38 კვირის ორსულობას. ასე რომ სანერვიულო არაფერი. ყველაფერი კარგად არის. არის დარდოთ. ერთი წუთით აი თქვენი სურათიც. აუ ეს მე მექნება რა გეხვეწები რა. მალე სახში გეყოლებათ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. მოდი. უკაცრავად უნდა უპასუხო. აი ბებო, ნუ გეშინია. კარგად იქნება ნუნუ ბებო. ვიცი ბებო, ვიცი კა. რატო არ პასუხობს ეს დედა შენი? აბა და რესმის. კიდე სცადე აბა. ხადო. ალო, დედა, მადლობა ღმერთს. რა ხმა გაქვს? ცუდად ხო არ ხარ? ელენა სადაა? აქ არის დედაჩ, კარგად ვართ ჩვენ. აბა თენგიც მოვიდა რამე? არა, ნუნუა ცუდად. ვაი